Messenger Telegram-ის დამფუძნებელმა პაվել დუროვმა Telegram-ზე და ასევე პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ თვითონ პაվել დუროვმა და ილონ მასკმა დადეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც XAI-ის ჩატბოტი Grok-ი, რომელიც ამჟამად მუშაობს პლატფორმა X-ზე, იქნება ინტეგრირებული Telegram-ის ყველა სერვისზე. პაվել დუროვის თქმით, ეს შეთანხმება არის ერთწლიანი და მისივე თქმით, მისი შეფასებით Grok-ი არის მსოფლიოში დღეს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. აღსანიშნავია ის, რომ ჯერ კიდევ მარტიდან Telegram-ის ნაწილობრივ Telegram-ზე უკვე მუშაობს Grok-ის ჩატბოტი, ძირითადად მათთვის, ვისაც აქვს Telegram-ის პრემიუმი. ამის შესახებ თავად ილონ მასკი წერდა მიმდინარე წლის მარტიდან და ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა. თუმცა პაվել დუროვის პოსტის ქვემოთ ილონ მასკი ამჟამად აქვეყნებს კომენტარს, სადაც წერს, რომ შეთანხმება არ არის ხელმოწერილი. ასეთი კომენტარი გააკეთა ილონ მასკმა, რაზეც პაվել დუროვი პასუხობს, რომ ეს არის სიმართლე, ჩვენ შევთანხმდით პრინციპებზე, მაგრამ ფორმალობები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ასეთი პასუხი გასცა პაվել დუროვმა. შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება და მოაწერენ თუ არა ხელს არის ჯერჯერობით გაურკვეველი, თუმცა ცნობილი არის ის, რომ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. რაც შეეხება პაվել დუროვს, მე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აგვისტოში ის საფრანგეთში დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლება მას ედავება იმაში, რომ პაվել დუროვი და მისი Telegram არხი, Messenger-ი არ მუშაობს საკმარისად იმისათვის, რომ ამ ქსელებში არსებობდეს რაც შეიძლება ნაკლებად კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ქმნიან Telegram-ზე ჯგუფებს. საფრანგეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ Telegram-ი ამის მოსაფხრელად ფაქტობრივად არაფერს აკეთებს, რასაც ეწინააღმდეგება პაվել დუროვი და ასევე მთლიანად Telegram-ის გუნდი, მათი თქმით ისინი მუშაობენ იმისათვის, რომ გაფილტრონ ეს ინფორმაცია. პაվել დუროვი დროებით იყო დაკავებული საფრანგეთში, თუმცა ის მალევე გაუშვეს. პაվել დუროვის წინააღმდეგ საფრანგეთში საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.